ერთი წუთი. იქოს. ერთი წუთი. არ ერთი წუთი. მოდიხარ პრეზიდენტთან შეხვედრიდან დასაკითხები განიხილეთ მასთან და ამ კონტექსტში ვიზიტიც რომ შევაჯამოთ დღევანდელი ღონისძიების უბრალოდ ყოველისა ახალხანს დასრულდა ბულგარეთის პრეზიდენტთან ჩვენი დელეგაციის შეხვედრა. Ქონდა ძალიან საინტერესო საუბარი როგორც ორმხრივ თანამშრომლობის საკითხებზე, ისე შავი ზღვის აუზთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. მნიშვნელოვანი არის, რომ ბულგარეთი ჩვენი მხურვალე მხარდამჭერი არის ყველა იმ წამოწყებას შორის, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელობას ზრდის. ბულგარეთთან ერთად ჩვენ ვართ ჩართული საერთო საქმეში, შავი ზღვაში ელექტროკაბელის პროექტის განხორციელებაში, სხვა პროექტებში, მათ შორის პრეზიდენტმაც ახსენა სხვა იდეები, რომელიც მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები დაკავშირდეს, მათ შორის ისაუბრა მის ვიზიტზე, რომელიც ახლახან შედგა ცენტრალურ აზიაში და ამ მხრივ ევროკავშირს და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის გაზრდაში საქართველოს როლზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, რომ ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა რეგიონმა უნდა გამოიყენოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის და ამ მხრივ ჩვენ ბულგარეთთან საუკეთესო თანამშრომლობის გამოცდილება და მომავალი თანამშრომლობის იმედი გვაქვს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რომელიც პაპსეკის ასამბლეის ღონისძიების ფარგლებში წარიმართა, ჩვენ გვაქვს პატივი, რომ შემდეგი 6 თვის განმავლობაში საქართველოს იყოს თავმჯდომარე ქვეყანა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის და მე ვიყო ამ ასამბლეის პრეზიდენტი შემდეგი 6 თვის განმავლობაში. მე დღეს კოლეგებს გავაცანი ჩვენი თავმჯდომარეობის პრიორიტეტი, კერძოდ სწორედ დაკავშირებადობას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და საპარლამენტო დიალოგს უკავშირდება ჩვენი პრიორიტეტები და შემდეგი 6 თვის განმავლობაში მე როგორც ასამბლეის პრეზიდენტი და ჩვენი დელეგაცია სწორედ ამ პრიორიტეტების განხორციელებაზე ვიზრუნებთ. ეს იყო ბოლო ინსტანცია, რომ დავამატოთ და ჩვენ გვახსოვს წინა პერიოდი, მათ შორის ჯულუის ბაერის შემოსვლა და ასე შემდეგ. სანქციებთან ერთად წერილის გავრცელება ადვოკატის, თქვენ კიდევ ერთხელ გავამატოთ რა პროცესი. უბრალოდ ყოველისა მე კვლავ გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიან პროცესის შესაფასებლად, როდესაც ის შეაფასეს როგორც ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა. და ეს დღეს დაადასტურა ლონდონის სუზენ აისმა სასამართლომ. მეორე რაც დაადასტურა დღეს სასამართლომ არის ის რომ ის წესები, რომელიც მათ შორის საბანკო საფინანსო სისტემაში არსებობს ევროპის კონტინენტზე, ეს წესები ძალიან ადვილად ირღვევა, როდესაც არაფორმალური მმართველობა ერევა ხოლმე ასეთ პროცესებში და ჩვენ ვნახეთ რამდენიმე წელია ეს დავა მიმდინარეობს და ვნახეთ როგორ თავხედურად, უხეშად ისტორიულად და ზოგადად მსოფლიოს საფინანსო სისტემაში ყველაზე რეპუტაციული ბანკის გამოყენებით, კრედიტ სუისის გამოყენებით, როგორი ავაზაკური რეკეტი განხორციელდა და ამას ასე თავხედურად, ღიად, შუაგულ შვეიცარიაში აკეთებდნენ ბანკები დაუსჯელად და ამას დღისით ავაზაკურად უყურებდა მთელი ევროპა, უყურებდა მთელი საბანკო სისტემა ევროპის მათ შორის და ნული რეაქცია ჰქონდათ ამაზე და თქვენ გახსოვთ რომ მათ შორის ამ დავის მიმდინარეობს პერიოდში მათ შორის სტატიებს უბლოკავდნენ ბიძინა ივანიშვილს, განცხადებებს არ აქვეყნებდნენ მედიაში და რაც აჩვენებდა რომ არაფორმალური მმართველობა ევროპის კონტინენტზე არა მხოლოდ საბანკო სისტემას მართავს ჩვეულებრივად ასე ვთქვათ ხელით, არამედ მედიასაც მართავს პირდაპირ ხელით და ბლოკავდნენ განცხადებებს თუ სხვა სახის მასალას მედიაში ამ დავასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების ხო, იგივე თემაა. სრულების მოლოდინი რამდენად გაგვიმდო? ადვოკატები საუბრობდნენ ამაზეც, რომ
მესამე ამ დავის ნაწილიც იყო ზუსტად ის რომ სხვა შეზღუდვებიც მოეფიქრებინათ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იმისთვის რომ იცოდნენ რა რომ ეს იყო აბსოლუტური თავხედური ქცევა ბანკისა რომ ეს ადრე თუ გვიან სასამართლო გადაწყვეტილებით დასრულდებოდა და ამ მომენტისთვის თავი დაეზღიათ და სხვა მექანიზმები აემუშავებინათ და ამ ხრივ იყო კიდევაც ბიძინა ივანიშვილის განცხადება რომ მას იმედი არ აქვს რომ ვინმე კანონის უზენაესობას იმ დონეზე აღიარებს რომ აი ამ მარცხის შემდეგ მაინც მისცეს შესაძლებლობა რომ მას ჰქონდეს ცდომა საკუთარ ანგარიშებზე ასე რომ ის შეზღუდვები და სანქციები რომელიც თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აბსოლუტურად სასაცილო საბაბით იქნა გამოგონილი როგორც ჩანს შესაძლოა ახლა ეს გამოიყენოს საბაბად იმისთვის რომ არ მისცენ მას წვდომა სანქციებს. მე ერთ რამესაც გავუსვევ ხაზს. ჩვენ ვსაუბრობთ შეზღუდვაზე რომელიც დააწესა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელსაც დღევანდელი ადმინისტრაცია მოიხსენებს როგორც ავტოკალმის პრეზიდენტს, რომელიც თვითონაც აიცოდა რასაც წერდა ხელს. ასე რომ რა თქმა უნდა ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ყველამ უნდა გაიაზროს კიდევ ერთხელ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაცია იღებდა სხვა ქვეყნების და ერების დასაზიანებლად. სააგენტო მთისამბები გეორგიევსის წინააღმდეგ ამზადებს მასალებს, ამბობენ რომ ამ პროექტის შესახებ ყველაფერი არის გასაიდუმლოებული, არაფერი არ არის ცნობილი, არაბულ ქალაქს უწოდებენ. როგორ აფასებთ ამ ფაქტს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ პირადად არაერთხელ ამხილეთ ეს სააგენტო სპეკულაციებში, მათ შორის შოვის ტრაგედიის პერიოდში. მე რამდენადაც ვიცი სამწუხაროდ ეს გამოცემა თუ ეს ორგანიზაცია მალავს თავის ფინანსებს და მისი დონორიც მალავს თავის ფინანსებს, თუმცა ის რაც ეს ზოგადად ჩანს, მას როგორც ჩანს აქვს გერმანიის ბიუჯეტიდან დაფინანსება. მე არ ვიცი ეს გერმანიის ბიუჯეტი არის, ევროკავშირის ბიუჯეტია თუ ვინსი ბიუჯეტი არის ევროპიდან, ფაქტია ევროპიდან არის, იმიტომ რომ ამერიკა აღარ აფინანსებს ასეთ პროექტებს. მინდა აი ამ ევროპულ დედაქალაქებს რომ ვინც აფინანსებენ მიულოცო ბჭყალებში რომ ისინი ქსენოფობიას აფინანსებენ. აი ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპისა, ვისი ფულიც იხარჯება ქსენოფობიურ კამპანიებში, მაშინ მათ ან არიციან რა არის სირცხვილი, ან არიციან რა არის ქსენოფობია, ან არიციან რა არის ევროპა. სამარცხვინოა, როდესაც იმ ევროპის, რომელსაც გამოვლილი აქვს უმძიმესი ისტორია ქსენოფობიისა, ამ 10 წეულების შემდეგ კვლავ ხედავთ რომ ევროკავშირის ევროპული სხვადასხვა დედაქალაქის ფული გამოიყენება ქსენოფობიური კამპანიის დასაფინანსებლად. ამიტომ მე მიმართავ იმ დონორებს, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციას. გაამჟღავნონ საკუთარი თავი, დაასახელონ ვინ არიან, ვინც აფინანსებენ ამ ორგანიზაციას, რათა ქართულმა ხალხმა ვიცოდეთ, ვინ არიან ქსენოფობი დონორები საქართველოში. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენითაც მოვიძიებთ და დავასახელებთ ქსენოფობ დონორებს, რომლებიც 21 საუკუნეში იმისთვის რომ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საბოტაჟი განახორციელონ, ართაკილობენ ქსენოფობიის როგორც იარაღად გამოყენებას. ეს არის სირცხვილი და შავი დღე ევროპელი დონორებისთვის. ევროპიდან და ასევე ბრიტანული ფონდებიდან ფინანსდებენ ონლაინ მედიები, მათ შორის მედიები, რომლებიც განათლების რეფორმას თუ ასევე ითვლიან წინააღმდეგებია და კონკრეტულად ასევე უნივერსიტეტებიც რა შეიძლება იყოს ამ სქემის მიზანი? მე ვფიქრობ, რომ დროა რომ ვამხილოთ კიდევ ერთი დიდი აფერა და ტყუილი, რომელსაც საქართველოში დონორები გვირთსელებდნენ, რომ თითქოს არსებობს გარკვეული აი ეს რაღაცა ჯგუფი ონლაინ მედიის. ეს არანაირი ონლაინ მედია არ არის. ეს სინამდვილეში არიან ჩვეულებრივი NGO-ები, რომელსაც აქვს ვებგვერდები. არანაირი ჟურნალისტიკა მათ საქმიანობაში არ არის და არანაირი მედიური საქმიანობა მათ მედია საქმიანობა ეს არ არის. ეს არის ჩვეულებრივი NGO-ები ვებგვერდებით. თუ შეხედავთ მათ საინფორმაციო თემატიკას, არის სრულად კონცენტრირებული მათ შორის ძალადობრივი აქციების
რეკლამირებაზე, დაანონსებაზე, შედეგების აღწერვაზე აბსოლუტური პროპაგანდისტული რუპორი არის ძალადობრივი ჯგუფებისა და ასევე პროპაგანდისტული რუპორი ქსენოფობიური კამპანიისა და ასევე რუპორი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საბოტაჟის. ასე რომ ეს არ არის არანაირი მედია თავისი არსით, ეს არის NGO-ები ვებგვერდებით, რომელსაც არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი და ეთიკა მათში არ არსებობს. რაც შეეხება მიზნებს, თუ რატომ არის ეს ქსელი შექმნილი და გამოყენებული, აქაც უნდა ვთქვათ, რომ ეს უკვე აშკარა არის, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საბოტაჟისთვის გამოიყენება. შეგახსენებთ თქვენ ნამახვან ხესის ისტორიას და ჩვენ იმ მომენტში ჯერ კიდევ ყველა საკითხზე ვერ ვსაუბრობდით ასე ღია, თუმცა შემდეგ არაერთხელ ჯერ მინიშნებით, შემდეგ პირდაპირ ვთქვით, რომ ნამახვან ხესის პროექტის ეკონომიკური საბოტაჟისთვის გამოყენებული იყო NGO-ები და ეს ეგრეთ წოდებული NGO მედიები და საქართველოს იზარალა არა მხოლოდ პირდაპირ ამ პროექტის ჩაშლით, არამედ იზარალა ჩვენმა ეკონომიკამ და ჩვენმა მოსახლეობამ, იმით რომ გარე დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟი მოგვიწყეს. დღეს შეგვიძლია უკვე ღია ვთქვათ, რომ მაშინაც მათ ვინც ამ ეს საბოტაჟი განახორციელა და მაშინაც ისინი ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან, იმ მომენტში ამერიკული ფონდებიდან და ევროპული ფონდებიდან. დღეს ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკის აღიარა წინა ადმინისტრაციის დანაშაულები ამ მხრივ, რომ ხდებოდა თანხების გამოყენება სხვა ქვეყნების და ხალხების დაზიანებისთვის და ასეთ პროექტებს აღარ აფინანსებენ, იმედი ვაქვს ყოველ შემთხვევაში და რაც ვიცით ასეა და დღეს მთლიანად ეს საბოტაჟი ფინანსდება ან ევროკავშირის უშუალო ბიუჯეტიდან, ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან. ამიტომ აქაც დღესაც დამალული არის ყველა ამ ორგანიზაციის დაფინანსება და მათ დონორებს მოუწოდებ, რომ დაასახელონ საკუთარი თავი, ვინ აფინანსებს პუბლიკან, ედგაზეთს, ONG-ს და სხვა აი ამგვარ NGO ვებგვერდიან NGO-ებს და ვინ აფინანსებს ეკონომიკურ საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ და აქაც დავპირდები, რომ რა თქმა უნდა ჩვენც დავადგენთ ვინ არიან დამფინანსებელი და ყველას, რომელი ელჩიც არ უნდა იყოს ეს, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს და რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ყველას ვამხელთ, ვინც ჩვენ ხალხს აზიანებს და ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობს. დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით კითხავთ, ევროპა განაგრძობს რუსეთთან ვაჭრობას და უფრო მეტიც ევროპამ იმაზე მეტი ვაჭრო რუსეთთან, ვიდრე უკრაინას დაეხმარა. ამ ფაქტს როგორ აფასებთ? მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან ჩვენს უგოსმოდა კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, რომ არ შევერთდით საერთაშორისო სანქციებს და ასე შემდეგ. ამ ფონზე თქვენ გუშინაც ისაუბრეთ, ბრიუსელის ფარისეულობა საარაკო საქმეა უკვე. ეს არის, როდესაც აცდები ღირებულებით გზას და სრულად ხარ მართული არაფორმალური მმართველობის ხელით, რა თქმა უნდა, აქ ისეთ ნაბიჯებს გადადგავ, რომელიც ღირებულებებთან კავშირში არ არის. ეს რიცხვები თითქოს არ ვიცი რატომ, მაგრამ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაასახელა და ამით ამხილა მთლიანად ევროკავშირი ამ ფარისევლობაში, როდესაც 180 მილიარდს აძლევ უკრაინას და 300 მილიარდს აძლევ რუსეთს. აქ შემდეგ საუბარი და პრეტენზიები ვინმეს მიმართ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, არათუ ფარისევლო სამარცხვინო უბრალოდ, რომ მე ამის შემდეგ კადრულობ და 3.5 მილიონიან საქართველოს კიდე პრეტენზიებს უყენებ და ქართულ გლეხებს, რომ ღვინო რატო გადის რუსეთში, მაშინ როდესაც ლიტვა არის რეკორდსმენი ღვინის გატანით, ესტონეთი რეკორდსმენი ვისკის გატანით და მაშინ როდესაც საგარეო საკითხების კომისარი კაია კალასი, მისი ქმარი და ის პირადად ვინადან მას ჰქონდა ფული ჩადებული ამ ბიზნესში, რუსეთთან ვაჭრობდა ორმაგი დანიშნულების საგნებით და ამით კიდე ცალკე სიმძიმე ჰქონდა ამ ვაჭრობას რუსეთთან. ასე რომ ეს არის ის მომენტი, როდესაც სიმართლე არ იმალება ხოლმე და ამოტივტივდა ეხლა ის მთელი ფარისევლობა, რაც ბრიუსელს ბოლო 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. თუმცა თქვენ როდესაც საუბრობთ ფარისევლობაზე, ეკონომიკურ ნაწილში, პოლიტიკურ ნაწილშიც მოგვისმენია თქვენი განცხადებები, ბატონო შალოქუშინაც მოგვისმენთ. იმ ფონზე, როდესაც ევროპელი ლიდერები ამბობენ და ხალხს ვადევნებთ, რომ რა პროცესები ვითარდება უკრაინის გარშემო, იგივე კაია კალასმა
თქვა, რომ მიზანი ევროკავშირისთვის იყო რუსეთის დასუსტება. ამ კონტექსტში ხშირად დაგიდანაშაულებიათ ევროპელი ბიუროკრატები, რომ მათი ინტერესი საქართველოსთან მიმართებაშიც იყო იგივე, რომ ჩვენი ქვეყნის გამოყენებითაც ისევე როგორც უკრაინის გამოყენებით გაესუსტებინათ რუსეთი. ჩვენ გუშინ წინ პირველად მოისმინეთ, არ ვიცი ეს წამოწდენა იყო თუ აღიარება ევროპელი ზოგიერთი ლიდერისგან, რომ ნებისმიერი შეთანხმება, სამშვიდობო შეთანხმებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ უკრაინის თანხმობა, საჭიროა რომ ევროკავშირიც იყოს თანახმა. რაც ცოტა არ იყოს გასაკვირია, ამით მათ გამოდის რომ თქვეს რომ არიან კონფლიქტის მხარე, ოღონდ ისეთი მხარე, რომელიც საკუთარ სისხლს არღურის და უკრაინელების ხარჯზე იბრძვის ამ კონფლიქტში, ჩართული ამ კონფლიქტში. და ამითი თქვეს რომ პირველად ითქვა რომ უკრაინა რომც დათანხმდეს რაღაც საკითხებს და შეთანხმდეს რაღაც საკითხებზე, თუ კი არ იქნება ევროკავშირის თანხმობა, არანაირი მშვიდობა არ იქნება. ეს თქვეს სინამდვილეში გუშინ წინ და ეს არის რა თქმა უნდა გასაოცარი, როდესაც ამას ასე ღიად ვისმენთ ამხელა სისხლისღვრელი ომის მიმდინარეობისას, როდესაც შესაძლოა რაღაც ჰორიზონტზე გამოჩნდა იმედი, რომ შეიძლება ეს სისხლისღვრა უკრაინაში დასრულდეს, ზუსტად ამ მომენტში, როდესაც პირდაპირ ამბობ, რომ უკრაინის თანხმობის გარდა საჭიროა ასევე რომ ევროკავშირიც დაეთანხმოს და ის არა როგორც შუამავალი, არამედ უკვე როგორც მხარე ფიქსირდება, ეს თავისთავად გასაოცარი ასეთი წამოწდენების მოსმენა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ის თქვენ გვიბიძგებდნენ საერთო ჯამში და გვიბიძგებდნენ ესკალაციისკენ და გვიბიძგებდნენ იმისკენ რომ ჩვენი ხელით ვიღაცა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაეტარებინა და რასაც საბედნიეროდ და მათთვის საუბედუროდ აღმოჩნდა ისე რომ საქართველოში მათ არ დახვდნენ კაბინეტებში შტერები და მოღალატეები, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში რა იქნებოდა შედეგი, ამას ძალიან კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა. მიზნები რომ იყო მაგალითად რუსეთის დასუსტება სხვადასხვა ქვეყნების გამოყენებით, ეს გამოიჩინა თუ არა დროთა განმავლობაში, მაგალითად იგივე ბალტიის ქვეყნების მაღალჩინოსანთა განცხადება გამოიჩინა თუ არა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა რომ უკრაინა თუ დამარცხდება, შემდეგი იქნება პოლონეთი და რომ უნდა მოემზადონ. აი ეს განცხადებები ცხადყოფს თუ არა იმ სურათს, რაზეც თქვენ საუბრობთ. რაც ეს გარკვეულწილად არაკვალიფიცირების ბრალიც არის, მე მგონი რომ ზოგიერთი აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერისგან ჩვენ ასეთი წამოწდენები გვესმის და რასაც თავის მხრივ საკმაოდ ცინიკური შინაარსი აქვს, რომ მანამ სანამ უკრაინა იბრძვის არაფერი ემუქრება ბალტიის რომელიღაცა ქვეყანას, მანამ სანამ უკრაინა იბრძვის მანამდე პოლონეთს თუ დასავლეთ ევროპას არაფერი ემუქრება. ასე ადამიანების სიცოცხლე და ქვეყნის ბედი ასე მაგითხათ პრაგმატულიც არ არის, ასე ცივსისხლიანად უყურებდი ამ ყველაფერს და უყურებდი გამორჩენის მხრივ, რომ რა სარგებელი მოაქვს უკრაინაში ომს შენი ქვეყნისთვის და შენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ეს ქართული ღირებულებებისთვის მიუღებელია. შესაძლოა ვიღაცის გაგებით ეს ევროპული ღირებულებების ნაწილია, რომ ასე ცივი ასე გულქვა და ცივსისხლიანი დამოკიდებულება ქონდეს უკრაინელი ხალხის ბედის მიმართ და ასეც გაჩვენებს კიდევ ერთხელ რომ თვალს არ დაახამხამებდა ზოგიერთი ისე შეგვაგდებდა ესკალაციაში რუსეთთან და ასეც იყო თვალი არ დაუხამხამებია ლატვიის პრეზიდენტს, როდესაც მოგვიწოდა რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. თვალი არ დაუხამხამებია ევროპარლამენტს, როდესაც რეზოლუციაში ჩაწერა რომ უნდა წასულიყავით სანქციებზე და ესკალაციაზე რუსეთთან. არავინ არ ფიქრობდა ქართული ხალხის ბედზე. 3.7 მილიონი მოსახლეობა, როგორც ჩანს, სტატისტიკურადაც კი უმნიშვნელო არის ზოგიერთისთვის, რომ ვიღაცამ ანგარიში გაგვიწვიოს, მაგრამ კიდევ ერთხელ რა ვქნათ, ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებელი ქვეყნად ყოფნის გზა, ამიტომ ჩვენ ბედს ჩვენ წყვეთ და საბედნიეროდ ევროპარლამენტის და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის გადასაწყვეტი არ არის ჩვენი ბედი და ამის შედეგია, რომ ჩვენთან არის მშვიდობა და ჩვენ ახლა საქართველოში სამჯერადო ის არის 6.5 მილიარდი ინვესტიცია ასე ჯობია თუ ისე ჯობია და ის არ არის ახლა ჩვენთან ასარჩევი, რამდენ პუნქტს დავთანხმდეთ და რამდენ პუნქტს არ დავთანხმდეთ.